ხილისბის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და მთავარი მოტივი არის ის, რომ ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი ვიკრიბებით, საუბრობთ, ვხვდებით და მერე რა. იქ სადაც ადამიანები ხედავენ, რომ მათი სიტყვა არის გადამწყვეტი. ეს არის მთავარი მოტივატორი ჩართულობის. თვითმმართველობა, როდესაც ხელს უწყობს ჩართულობას და რაღაცა გააწყვეტილების პროცესში, რომელსაც მithumetes მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ჩართავს თავს მოქალაქეების ჯგუფებს და იმათაც ითვალისწინებს, თვითონაც თავს იზღებს. ჩართულობა როდესაც იზრდება, იზრდება მოქალაქეების კმაყოფილება, ეს ვერ გავიგებთ ჩვენთან. ახალგაზრდობა ყველაზე მეტად პრობლემური არის, ხო? პარაში იქამდე მივიდნენ, რომ სკოლებში დაიწყეს მონაწილეობითი ბიუჯეტის კეთება, ანუ სკოლის მოსწავლეებს არჩევნებენ რისი გაკეთება სურთ მათ სკოლებში. ჰელსინკში მაგალითად გააკეთეს პროექტები ჩემი უმანი და იქ ცალკე გააკეთეს ახალგაზრდებისათვის სეგმენტი, ანუ გამოყვეს კაფინანსება ახალგაზრდულ პროექტებს. სოფში რომ ნერგავდი მონაწილეობის ბიუჯეტირებას, პორტუგალიის გამოცდილებას გავეცანი და იქ სხვათა შორის ეს მონაწილეობა არა მარტო ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზეც გააკეთეს და მაგისთვის იყენებდნენ თურმე ბანკომატებს. ანუ ბანკომატის შეგეძლო მიგისულიყავი და ხმა მიგეცა. ესტონეთმა დაიწყო მაგალითად ვალდებულება ადგილობრივ ხელისუფლებას ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ის ახორციელებს, ონლაინ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს. შვედეთში მაქვს ანახი, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, აი მოქალაქე, რომელიც მიდის მუნიციპალიტეტის შენობაში რაღაც სერვისის მისაღებად, იმას ხვდება დიდი მონიტორები, სადაც აბსოლუტურად მთელი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ეს ტრანზაქციები, მიმდინარე პროექტები, რომელი რა ეტაპზეა, რომელ ტენდერში ვინ არის შერჩეული, ინტერაქტიულად გამოდის, ანუ 1 საათი რო ითქი ახლა ვით ცენა იცი შვედური, შეძლოს რომ მთელი საჯარო ინფორმაცია რაც აინტერესებს მიმდინარე ბიუჯეტთან დაკავშირებით, უპრობლემოდ მიიღოს. ადამიანი რომელიც თავად შეარჩევს პროექტს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ის არასდროს მან უკმაყოფილებას იმის მიმართ აღარ გამოთქვამს. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობას ეხება. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება მოქალაქეთა ჩართულობა. საკითხი, რომლის გარეშეც თვითმმართველობა არ არსებობს. ამ საკითხის მიმართ საქართველოში ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა, ჩვენ რატომღაც გვაქვს ეს წარმოდგენა, რომ ქართველები არ იღებენ მონაწილეობას და ქართველები არ ინტერესდებიან და ეს ევროპა არ არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს ტყუილია. ეს არის მორიგი მითი, რომელსაც ხელისუფლებები გვთავაზობენ ხოლმე იმისათვის, რომ ახსნან რატო ცდილობენ რომ ხალხის გარეშე მიიღონ მოქალაქეების ჩართულობის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი რეზო ბარბაკაძე რუსთავიდან, ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხებზე რუსთავში, დაუგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება, იცნობს ევროპულ გამოცდილებასაც ამ კუთხის და ბატონ რეზოსთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ანუ დავიწყოთ იმ მითით, რომ ქართველები თურმე ვართ ესეთი ხალხი, რომ არაფერი არ გვაინტერესებს საერთოდ, არაფერში მონაწილეობა არ გვინდა და მხოლოდ გსურს, რომ მთავრობის ხელის შეკურებები ვიყოთ. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ხო, ეგ მითი ძალიან საინტერესოა, ბევრჯერ გამიგია მეც და ბევრჯერ გადავყრივარ კიდევაც. ჩემი საქმიანობის პროცესში, მითია ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ თუნდაც რომ დავანდებოთ თავი ისტორიულ წიაღსვლებს, საიდანაც შეიძლება რაღაც ამითის გახარწყდება, დღესაც იმ პროცესებს, როდესაც აკვირდები, როდესაც რამე მართლა რეალური გამოწვევის წინაშე დგას ესა თუ ის თემი, როდესაც განსახილველია რეალურად ის პრობლემა, რაც თემისთვის მართლა მნიშვნელოვანია, საინტერესოა, დამოკიდებულია მისი კეთილდღეობა, არავინ არ რჩება გვერდზე, არავინ არ რჩება განზე და თუ სადმე ხდება ნიჰილისტური განწყობა, ხდება რატომ? ხო, პირველი არის ის, რომ მოქალაქეები შეიძლება არ იცოდნენ კარგად საკითხს და ხშირად ისეთი საკითხის განხილვისთვის დაუწეხონ, რაც მათთვის გაუგებარია და არ ესმით. მეორე არის კიდე ეს ნიჰილიზმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და მთავარი მოტივი არის ის, რომ ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი ვიკრიბებით, საუბრობთ, ვხვდებით და მერე რა. აი ეს არის ძალიან ცუდი. თუმცა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და ჩემს საქმიანობაში გქონებია მაგალითი, როდესაც იყო ხოლმე წარმატებული მაგალითები, როდესაც თვითმმართველობასთან ერთად ხდებოდა საკმაოდ საინტერესო საკითხების გადაჭრა, ასე დროს ესეთი მაგალითი პირის გადამდები იყო და საინტერესო იყო და მე ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ თქვა შეხვედრებზე რაღაც გარკვეულ ტრენინგებს ვატარებდი ხოლმე ამ თემაზე, ის წარმატებული მაგალითები მომეტანა რომ აი მითის
სასანგრევად. გარდა ამისა, არა კიდე ერთი მომენტი ჩემი აზრით, რაც მნიშვნელოვანია და რაზეც მე მუშაობდი და ვაგრძელებ მუშაობას, რომ ხშირად თვითონ ფორმები ამ ჩართულობის, კონსულტაციის, თანამშრომლობის თვითმმართველობას და ფორმალური ერთი და ხშირად ეს შეიძლება იყოს რთული, გაუგებარი, არამიმზიდველი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდას ახლა ცოტა სხვანაირად დინამიკა აქვთ ცხოვრების, ცოტა სხვანაირად ფიქრობენ საკითხებზე და შეიძლება ის უბრალოდ ჩვეულებრივი ფორმატი, რომ აი მოდი მოვიყვანოთ ახლა ახალგაზრდები დავსვათ, ველაპარაკოთ და მერე მოდი მოусვინოთ, ასეთი ფორმატი შეიძლება არ იყოს მისთვის მისაღები და მოსაწონი და ცოტა სხვანაირი დინამიური პროცესი უნდა ვდეთ, ამიტომ ასეთი მექანიზმებიც იქნება, მეც ვიყავი ჩართული ასეთი მექანიზმების შემუშავების პროცესში, ამაზე ნუ ვისაუბრებთ დღეს რა თქმა უნდა და ყველაფერი ის რასაც ვაკეთებ, სწორედ მაგიტომ არის მიმართული, რომ ეს მითი რომ და ასეთი ნიჰილიზმი არსებობს მოქალაქეებში დაგვიმგრია რა. არის ერთი მთავარი თემა ჩემი აზრით, ამას საქართველოს გამოცდილებას უშველებს ევროპის ქვეყნების, ამერიკის, სადაც საერთოდ ჩართულობის თემაზე მუშაობენ ყველგან ერთი და იგივე ხვდებით. იქ, სადაც ადამიანები ხედავენ, რომ მათი სიტყვა არის გადამწყვეტი. ეს არის მთავარი მოტივატორი ჩართულობის. რა თქმა უნდა, ინფორმირებულობა უნდა იყოს როლისთვის და რატომ მეორე უნდა იყოს საკითხი, რომელიც მას ეხება და მას აწუხებს, ხო, იმიტომ არის რომ თვითმმართველობას ისეთ საკითხებზე არის ორიენტირებული, რომელიც ადამიანს უშუალო საცხოვრებელ გარემოს ეხება. თუ ამ საკითხებზე ეძახი და იცი რომ მოქალაქე იცის რომ მისი გადაწყვეტილება არის გვესავალდებულო და მას ვერავინ ვერ შეცვლის. ამ შემთხვევაში აი ის რაც თქვენ ბრძანეთ რომ ვილაპარაკეთ და მერე რა აი ეს მთავარი პრობლემა იშლება ხოლმე, ხო? ამიტომ არის რომ თქვა ევროპაში ძალიან ბევრ სხვადასხვა იქაც ჩართულობის პრობლემა სერიოზულად არსებობს, განსაკუთრებით სხვადასხვა ვიზო წამოვიდა თქვა ისეთი პროექტები, როგორც არის მონაწილეობითი ბიუჯეტი, პროექტი, რომელიც დროსაც მოქალაქის ხმა არის გადაწყვეტი, ანუ რა პროექტას ის აირჩევს, ის გააკეთებს და თუ წინეს იყო თქვა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ ჩამოჩენილ ქალაქში დღეს ნიუ-იორკი, ჩიკაგო, პარიზი, ბერლინი, ანუ ყველა წამყვანი ქალაქი ცდილობს ამ პროგრამის განხორციელებას. იმისნით რომ ჩართულობა გაზარდოს. ჩართულობა როდესაც იზრდება მოქალაქეების კმაყოფილება, ეს ვერ გავიგეთ ჩვენთან. კი, სამწუხაროდ ეგ თემა არის და არის კიდე მე მაგას მეორე მხრიდან ვუყურებ, ნახეთ როგორ არის უშუალოდ თვითმმართველობას რატო უნდა უნდოდეს გარდა მოქალაქეთა კმაყოფილებისა ეს ჩართულობა, თუმცა მოქალაქეთა კმაყოფილება მათ ჩემი აზრით თავარი უნდა იყოს, თავარი მოტივატორი უნდა იყოს ყველა თვითმმართველობის. მაგრამ ამის გარდა კიდე თვითონ თვითმმართველობა, როდესაც ხელს უწყობს ჩართულობას და რაღაცა გააწყვეტილების პროცესში, რომელსაც მით უმეტეს მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ჩართავს თავს მოქალაქეების ჯგუფებს და იმათაც ითვალისწინებს, თვითონაც თავს იზღვევს. ანუ ვერავინ ვერ შეედავება იმას, რომ მაგალითად რატომ გააკეთე ეს, იმიტომ გავაკეთო რაგერ შეიკრიბა 300 კაცი 400 კაცი ან რაღაც თემში და მითხრეს ეს უნდა გააკეთო, ამიტომ გავაკეთე და ვერავინ ვერ წარუდგენს იმას პრეტენზიას, რომ არამიზნობრივი ხარჯი გაწიე, ეს არ უნდა გაეკეთებია და ასე შემდეგ. ასე რომ ორი მხარე აქვს მოკლედ ამ მედალს და ორივე მხრიდან წესი უნდა იყოს მომგებიანი და სასარგებლო მოქალაქეთა მონაწილეობა. იმდენად ცდილობენ რომ განავითარონ, აი ახალგაზრდობა ყველაზე მეტად პრობლემური არის, ხო? პარიზში იქამდე მივიდა, რომ სკოლებში დაიწყეს მონაწილეობითი ბიუჯეტის კეთება, ანუ სკოლის მოსწავლეებს არჩევნებენ რისი გაკეთება სურთ მათ სკოლებში. ჰელსინკში მაგალითად გააკეთეს პროექტები ჩემი უმანი და იქ ცალკე გააკეთეს ახალგაზრდებისათვის სეგმენტი, ანუ გამოყვეს კაფინანსება ახალგაზრდულ პროექტებს. აი თქვენ რა გინდათ, ამ თაობას რა უნდა, ხო? ანუ მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ ეს ჩართულობა გაიზარდოს. დაბალი რო არის, ამით ჩინოვნიკი თავს კი არ იმართლებს, რომ კაი აღარ ვეკითხები, იმიტომ რომ მაინც არ აინტერესებს, კაცო, არა სუსტლობენ, რომ გაზარდონ, მეტი მოითხოვონ, მათგან მეტად ჩართონ ადამიანები იმისათვის, რომ ისინიც კარგად ხედავენ, რომ რატო არის, ხო, კმაყოფილების ხალხი რატომ იზრდება. ადამიანი, რომელიც თავად შეარჩევს პროექტს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ის არასდროს მან უკმაყოფილებას იმის მიმართ აღარ გამოთქვა. თავისთავად, რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა, სხვა შორის ეს სკოლის მონაწილეობის ბიუჯეტირება ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ. აი ახლა ზუსტად მიმდინარეობს პროცესი საქართველოს რამდენიმე სკოლაში მაგის დანერგვის ევროსაბჭოს პროგრამის ფარგლებში მე ჩართული ვარ ამ პროცესში და უკვე სექტემბრიდან საპილოტეთ საქართველოში 2 სკოლაში ვიწყებთ მაგ პროცესს. იგეგმება რუსთავში კი არა, ბოდიში, თბილისში და ზესტაფონში საპილოტეთ და მე გვინდა რომ ეს მასიურად ამისი გამეთერა მოხდეს. საუბარია ძალიან პატარა მასშტაბის პროექტებზე, მაგრამ ჩვენი მიზანი ხო არ არის რაღაცა პროექტის მასშტაბი, რომ თავარი არის ის, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდან მივაჩვენოთ, რომ თვითონ ქონათ სურვილი და მოთხოვნილება, რომ მონაწილეობა მიიღონ. ასე ვთქვათ, აი ცოტა სლენგები ვიხმაროთ, ხასიათში გადაუვიდეთ ის, რომ უნდა მოითხოვოთ. სხვათა შორის ბრძანეთ ახლა რომ პრობლემა არის უცხოეთშიც ეს ჩართულობაო. კი, მართლა მასე ახლა უცხოეთში ყოფილი ვარ, იქაც ოღონდ როგორ არის თვითმმართველობა წუწუნებს იმაზე, რომ ხალხი არ მოდის და ცოტა პასიურობს, მაგრამ მე ვთვლი, რომ მიზეზები ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ჩვენთან არის მიზეზი, რაც თქვით წეგან, ცოტა ნიჰილიზმი, ცოტა ისეთი საკითხები, რომლებიც ნაკლებად დაინტერესებთ. იქ მე მგონი უფრო ესეთი პოზიცია აქვს, რომ მაინც მოგვარდება პრობლემა და მოდი ნაკლებად ჩავერთოთ. ჩემი აზრით ეს ევროპაში დაიწყო გასულ 19 საუკუნის 50-იან წლებში და მაშინ ბუმი იყო ყველა ევროპულმა ქვეყანამ რევოლუციის შემდეგ მიიღო თვითმმართველობები. თვითმმართველობას რა საკითხებიც ადარდებს, რა საკითხებიც ევალება. ნამყოფი ვართ ევროპაში 90-95% იმ საკითხების ისედაც და ესედაც უკვე საუკუნეების არა, მაგრამ აწლეულების განმავლობაში მოგვარებულია. დღეს რაც არის ევროპელი ახალგაზრდისათვის ეს იქნება ეკოლოგიური საკითხები, ეს იქნება სოციალური. ესენი უფრო სხვა ხელისუფლების დონეების საკითხები. იმაც უფრო სხვა თემები აწუხებთ ახლა დღეს და მათთვის სხვა თემები არის პრიორიტეტი. სხვათა შორის მაგასაც რომ მოაგვარონ, მაგალითად პორტუგალიაში აიღეს და ამ საკითხების ქვევით ჩატანა დაიწყეს. აი გრინ პორტუგალი გააკეთეს, ხო? რომ იქ გაზარდონ ჩართულობა, იმიტომ რომ ცენტრალურ დონეზე ამ ჩართულობის გაკეთება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ შეუძლებელი ხარ შენ მთელ ქვეყანაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აკეთო ეს ამბავი, ხო? ცენტრიდან, ამიტომ ადგილებზე უნდა გააკეთო. ამიტომ სწორედ მაგაშია საქმე, ჩვენთან განსხვავებით, ჩვენთან პრობლემები უამრავი არის, მაგრამ ადამიანებს არ ჯერათ რომ მათი აზრი იქნება გათვალისწინებული. და იქ ეს პრობლემები მოგვარებულია და უბრალოდ ის პრობლემატიკა რაც არსებობს, ის აღარ არის იმდენად თვითმმართველობის უფლებამოსილებაში. ამაში არის განსხვავება ჩვენსა და იქაურობაში. ყველგან არის ტროტუარი, და ყველგან არის ძალიან კარგი მწვანე სივრცეები და შესაბამისად, ნუ იქ და კანალიზაცია არ აქვს, ამაზე პრობლემა არ არის. კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ხართ, აი რაც უნდა გადაუჭოს შუა თვითმმართველობა, ეგ პრობლემები ან არ არის, ან კეთდება და შესაბამისად ახლა თუ სადღაცა დაზიანდება მაგალითად კანალიზაცია, იქ არ დაჭირდება მონაწილეობა თვითმმართველობის უნდა მივიდეს, უნდა გააკეთოს. ასე რომ ხო, სხვა შორის პორტუგალია ახსენეთ წეგან და მონაწილეობის ბიუჯეტირება, მაგაზე გამახსენდა მე რუსთავში რომ ვერ გავდი მონაწილეობის ბიუჯეტირებას, პორტუგალიის გამოცდილებას გავეცანი და იქ სხვათა შორის ეს მონაწილეობა არა მარტო ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზეც გააკეთეს და მაგისთვის იყენებდნენ თურმე ბანკომატებს. ანუ ბანკომატის შეგეძლო მიგისულიყავი და ხმა მიგეცა, ანუ ეს ჰაი-ტექი გამოიყენეს იმისთვის, რომ ვისაც ახლა მაგალითად სახში არ ქონდა შეიძლება ეს რესურსი ინტერნეტ შესვლის და რაღაცის, იქ მიდიოდნენ და იყენებდნენ ბანკომატებს. მაქსიმალურად გამარტივება მიდის მაგის ახალი ტექნოლოგიების შეტანამედის ამ პროცესში, ანუ ინერგება, ესტონეთი არის ერთ-ერთი პირველი მაგის, რომელსაც ესტონეთმა დაიწყო მაგალითად ვალდებულება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ის ახორციელებს, ონლაინ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს და მოქალაქეს შეუძლია ეს ყველაფერი ნახოს და შეამოწმოს რამდენად შეესაბამება ის საქმეები, რომელსაც აკეთებს თვითმმართველობა, მის ინტერესებს, იმ პრიორიტეტებს, რაც დადგენილი აქვს, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ჩართულობის გაზრდას. ის კი არ იქნება, რომ ამას არ აინტერესებს კაცო, მოდი ახლა და თავი გავანებოთ ამას საბრძოლო ახლა. ხო. ანუ სახლიდან გაუსვლელად კონდეს საშუალება, რომ აკონტროლოს ცენტრალური ხელისუფლება, ის ადგილობრივი ხელისუფლება და ჩაერთოს იმ პროგრამების განხორციელებას. კითხვა გაუგზავნოს, პასუხი მიიღოს. ანუ ფაქტობრივად მთელი სისტემა იქ ჩვენთან ხუთელი სისტემა მოწყობილია, რომ მოქალაქე რა შეიძლება შორს ყავდეს, ხო? იქ მთელი სისტემა მოწყობილია, რომ მოქალაქე რომელიც პასიურია შემოიყვანონ ამ სისტემაში და ჩართულობა გააძლიერონ.
კი, მე მაგალითად შვედეთში მაქვს ანახი, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, აი მოქალაქე, რომელიც მიდის მუნიციპალიტეტის შენობაში რაღაც სერვისის მისაღებად, იმას ხდება დიდი მონიტორები, სადაც აბსოლუტურად მთელი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ეს ტრანზაქციები, მიმდინარე პროექტები, რომელი რა ეტაპზეა, რომელ ტენდერში ვინ არის შერჩეული, ინტერაქტიულად გამოდის, ანუ 1 საათი რო ითქი, ახლა ვით ცენა იცი შვედური, შეძლოს რომ მთელი საჯარო ინფორმაცია რაც აინტერესებს მიმდინარე ბიუჯეტთან დაკავშირებით, უპრობლემოდ მიიღოს რა. ანუ ესე გააკეთოს, რომ აი სერვისის მისაღებად მისული მოქალაქე იღებს ასევე საჯარო ინფორმაციას, ხო რა, უყურებს და ამას აკეთებს, ასე რომ ეს ძალიან კარგი მაგალითებია და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ აი ჩვენ ასე მონიტორები თუ არა, რაღაც ინტერაქტიული რეჟიმში საიტებზე იქნება გამოქვეყნებული ეს ინფორმაციები და მეტი წვდომა ექნება. და რაც ყველაზე მთავარი არის, აი რაღაცა მექანიზმები და ფორმები არის მოსაფიქრებელი იმისთვის და სამუშაო იმაზე, რომ ეს იხლისურ დამოკიდებულია მოქალაქეების მიმართ და რაც მთავარია, აი მათთვის გასაგებენაზე მიწვეული ინფორმაცია. ეხლა ერთ მაგალითად, ჩემს მაგალითს გეტყვით, რამდენიმე წლის წინ რაც იყო რუსთავში, მაშინ ევროკავშირის პროექტი ჰქონდა, რუსთავის მერიაში მუშაობდი იმ დროს, რომელიც მონაწილეობით ბიუჯეტირების დანერგვას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი აქტივობა იყო ის, რომ უნდა შევეკრიბა მოქალაქეები და უნდა გავაკეთებია ანგარიში ბიუჯეტთან დაკავშირებით რა. და თხოვე ჩვენი საფინანსო სამსახურის წარმომადგენელს მაშინ, რომ ეს რაღაცა პატარა პრეზენტაცია გაეკეთებინა, ანუ პრეზენტაცია მაქვს, ყველაფერი წესრიგშია, მეუბნება, მოდი გავაკეთებ. მოიტანა და გააკეთა, აი, უმაღლეს დონეზე გაკეთებული, ძალიან high class-ის პროფესიული პრეზენტაცია. ძალიან დეტალური, მაგრამ უბედურობა ეს არის, რომ მოქალაქე ამაში ვერაფერი ვერ გაიგეს. მოქალაქე ის არ არის საჯარო ფინანსების ექსპერტი, ხო? იმას არ აინტერესებს რაღაცა დებეტები. დონორებისთვის საჯარო მაგალითად პრეზენტაცია გააკეთა. აი, დონორებისაც არ აინტერესებს. ეგ იყო, აი, უფრო სახელმწიფო აუდიტი რო შემოვიდეს რუსთავის მერიაში, იმას აჩვენებს და დაინახავს, რომ კაპიკი, ყველა კაპიკი, რომელიც დაიხარჯა, საიდან იყო, რა შემოსავლები იყო, რა წყაროები და ამ დროს მოქალაქეს აინტერესებს სულ რამდენიმე მარტივი რიცხვი რა. ბიუჯეტი რამდენი იქნება მომავალ წელს, რა არის დაგეგმილი, ამ წელს რამდენია, რამდენი ფული დაიხარჯა, თქვა, ინფრასტრუქტურაში და რაში დაიხარჯა, რატო გააწყდა ასე, რამდენი დაიხარჯა სოციალურ პროგრამებში, რამდენი დაიხარჯა რაღაც კულტურულ პროგრამებში და ის დეტალები, რასაც აჩვენებდა, ის ადამიანი თქო ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი არის, მაგრამ აი ეს კომუნიკაციის მეთოდი არ არის რა და ახლა წარმოგიდგენთ ახლა იგივეს რო გააკეთებ მაგალითად ახლა შორცობას კი არ ვსაყნებ, მაგრამ რომელიღაც მიყრებულ სოფელში რომ მივიდეს ეს ადამიანი და დაიწყოს იქ რაღაცა საერთო ნაერთი ჯამით როგორი შედგა ბიუჯეტი და აქედან დებიტად რამდენი დარჩა და ეს არ აინტერესებს ეს არავის რა. იმ ადამიანს აინტერესებს კონკრეტულად მის ქუჩაზე, მის უბანში რომ არის რაღაცა სტადიონი რო არ არის და ტროტუარი რო არის დანგრეული, წელს ან მომავალ წელს ან უახლოეს 3 წელიწადში რუსთავის მერია, ანუ ნებისმიერი მერია იმის გარემონტებას აპირებს თუ არა, რა თანხას დაგეგმავს და როგორ რავადებში გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები სპოთაშორის მოქალაქე და მონაწილეობის, მაშინ ერთ-ერთი პირველი სადაც გააკეთა მონაწილეობითი ბიუჯეტი მარნეული იყო, სადაც ყოფილი მერი და პოლონელები ეხმარებოდნენ და ძალიან აქტიურად ჩაერთეს ამ პროცესში და პირველი რაც მითხრეს მარნეულებმა რაღაცა სკვერი გაუკეთებიათ, სადაც სკამები იყო დასაჯდომი და რაღაცას გაუფუჭებია. თავად ეს ხალხი მივიდა მოძებნა მოიყვანა და გააკეთებინა. ანუ უეცრად აი ეს საკუთარი გაკეთებული რო იყო, გახდა უეცრად აი ეს ჩვენთან ხო ეს დამოკიდებულება საზოგადოებრივი საკუთრების მიმართ აბსოლუტურად განსხვავდება, ხო, ევროპულის. უეცრად გახდა მათი. ხო, საკუთრების გაუჩნდათ. აი, გაუჩნდათ რომ მათი გაკეთებულია, მათი მოფიქრებულია, მათი, ანუ ადამიანებმა დაიწყეს ამისი მოფრთხილება და მოვლა. ხო, გაჭარისთიანეთში იყო ძალიან კარგი პროექტები, რომელიც ხორციელდებოდა და რომელშიც მთელი სოფლები ერთვებოდნენ. ერთვებოდნენ არა მარტო როგორც რაღაცა დამკვირვებლები, მაგრამ როგორც შრომელები, ანუ ისინი ამონაწილეობითი ბიუჯეტირებით რაღაცა პროექტში არჩევდნენ, მერე თავად ერთვებოდნენ ამის გაკეთებაში. გზა იქნებოდა, წყლის გაკეთება იქნებოდა, ფული იყო, თანხა იყო გამოყოფილი იმისათვის, რომ თქვა შეიძინათ რაც იყო იმ პროექტის განსახორციელებლად საჭირო, ხოლო შემდეგ თავად ისინი მუშაობდნენ და საკუთარი ხელით აკეთებდნენ და საკუთარივე ხელით აკონტროლებდნენ ყველა იმ მასალას, რომელიც მოდიოდა, იმიტომ რომ მათი ჩოდნენ რომ ეს მათია. და ყველა ეს მაგალითი ხო მე მქონდა მაგალითები სურამში ბიუჯეტ მაქვს მოყოლი პროექტების როცა ხალხი რიგში იდგა კენჭისყრის სამთარში დედები შვილებით მოსულები რიგში იდგა რომ აი პროექტი შეერჩიათ რომ გაკეთებო ცუდის იყო რომ არ გაკეთდა
შემდეგ წელს აღარ დაჯდეთ ხო, გადააგდეს. ანუ ის ახალგაზრდებიც რომელთაც იყვნენ დაინტერესებული ის სხვადასხვა ქალაქებში სწავლობდნენ ეს რომ დავიწყეთ ამ პროგრამაზე დაპირება იყო მთავრობის რომ რომელი პროექტიც გაიმარჯვებდა ის გაგდის ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ. ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად არა პროექტების დასაწერად ჩამოვიდნენ პროექტების დასაწერად მერე კამპანია გაცემა ანუ ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ თუ საქართველოშიც მიდგომა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკოსების მხრიდან იქნა ისეთი რომ ინტერესი არსებობს ჩართულობის ვიყავ და მოინდომა ჩვენ ჩართულობის გაზრდა რა თქმა უნდა ეს ასე მოხდება ბატონო, მე ერთი მაგალითი შემიძლია კიდე გავიხსენო თქვა ჩემი პრაქტიკიდან რუსთავში, სადაც უკვე შეიძლება ეს კლასიკური ჩართულობა არ იყოს, რომ მაღალი დონის ინტერაქცია თვითმმართველობას და მოქალაქეებს შორის, რაც მოხდა 7-8 წლის წინ რა. მოკლედ რუსთავის ერთ-ერთ უბანში არსებობდა რაღაცა დიდი სივრცე, რეკრეაციული სივრცე, ოღონდ იყო მიგდებული აბსოლუტურად. ჩიკაგოს სკვერს ეძახდნენ, ოღონდ რატო ქვია ჩიკაგოს სკვერი, ახაც არ ვიცი. ზოგი ამბობს, რომ იმიტომ რომ 90-იანებში სულ გარჩევები დამბები იყო, ზოგი ამბობს კომუნისტების დროს და არ ქვეს ჩიკაგოელი კომუნისტების პატივსაცემად, მოკლედ ბევრი ვერსია არსებობს რა. ძალიან დიდი ერთ ჰექტარზე მეტი სივრცე არის, თან ესეთ გარშემო სულ სახლებია, დასახლებული ურბანულ ზონაშია და ეს იყო მიგდებული, ესე მოულელი და ანუ შესაბამისად მოსახლეობა ვერ იყენებდა. ქალაქის მერიამ ამ რენდერები გააკეთა, როგორ უნდა მომხდარიყო ამისი, როგორ შეიძლება ამისი ამ რეკრეაციული სივრცის განახლება და გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო რა დაახლოებით $1 მილიონამდე ჯდებოდა დათვლებით და ნუ ახლა ამისი ფული ახლა რუსთავის ბიუჯეტში რო აიღო და $1 მილიონი რაღაც ერთ-ერთი გააკეთო ცოტა რთული მოსაძებნე არის რა ამიტომ ეს რაღაცა გააკეთდა რა ჩავატარეთ შეხვედრა რა მაშინ მერის თანაშემწე ვიყავი მასთან მოსახლეობასთან მოსახლეობა გამოვიდა აი ვაჩვენეთ მარტივად სტენდებს დაულაგეთ ეს რენდერების სურათები მოსახლეობა მიდის უყუროს მოწონდება მე ქალაქის მერმა ვინც იყო მაშინ უთხრა რომ აი ეს მოგწონთ ესეთი გაკეთებული ესეთი რო იყოს და კი ბატონო მოგწონს ჩვენ ძალიან მოგწონს ვინა გავაკეთოთ მაგრამ ამისი რესურსი ჩვენ არ აგვაქვს და მოდი ამიტომ ასეთი რაღაცა გავაკეთოთ რა რომ ხელმოწერია მოვაგროვოთ ოფიციალურად თითო ოჯახმა მოწერეთ ხელ და თუ რაღაც გარკვეული რაოდენობა ხელმოწერების მოგროვდება მე ამას წავიღებ სამინისტროში და უკვე იმის შანსი რომ ეს თანხა ჩვენ მივიღოთ გაკეთდება ასეც გაკეთდა 2000-მდე ხელმოწერა მოვაგროვეთ 2000 ოჯახის ხელმოწერა იმიტომ რომ დიდი უბანია საკმაოდ და შემდეგ წელს ეს თანხა გამოყო სამინისტრომ და გაკეთდა ანუ ეს შეიძლება პირდაპირ თქვათ არ იყოს ეს მოქალაქეთა მოწოდება მაგრამ ეს უკვე არის ხმოვანწოდების ფორმა სადაც უკვე თვითმმართველობა ხო პეტიცია იყო ცოტა მაღალ დონეზე პეტიცია სადაც თვითმმართველობა და მოქალაქეებმა ერთად იმუშავეს და გადაჭრეს პრობლემა რესურსი მოიწერეს მშვენიერი სკვერი ახლა ემაგლეზე გაკეთებული გადასარევი ეს არის რომ რუსთავის ოლქის სკვერის გაკეთების ფულის მოთხოვნა უწევს ცენტრალური ხელისუფლება ეს პრობლემა არის და ასე შემდეგ და კი ბატონო მაგის რესურსი ზუსტად მაგაშია საქმე სხვადასხვა ფორმები უნდა გამოინახოს ახლა საჭარაც მოყვევი არც ის არის კლასიკური მონაწილეობითი ბიუჯეტი რაც ჭირდებოდათ ის გამოინახა მთავარი არის ჩართულობისათვის მოინახოს ის მექანიზმები, რომელიც ადეკვატური არის მოსახლეობის მოთხოვნებისადმი, ხო? და მაშინ ხო, ან ახალი რაღაცა ახალი მოიფიქრო, ხო? მე მაგალითად მინახავს პროექტები გავუკეთებიათ მოქალაქეთა ჩართულობაზე, აი აუცილებლად გავაკეთოთ ხმის მიცემის პროცედურა იმითი, რა ქვია, ინტერნეტის მეშვეობით. ჩავარდნილა. ხო. იმიტომ რომ იქ რომ მოსახლეობა ცხოვრობს ასაკობრივ ზღვარს ნახავს 60-70 წელია მას ინტერნეტის წვდომა არ აქვს ისეთი და არ აქვს ის უნარჩვევები ამიტომ იქ ჯობია კარდაკარატარო თუ ინფორმირება გინდა კამპანიის ვიდრე ინტერნეტ ანუ ყველაფერი შესარჩევია ერთი პროექტი ჩაგვივარდა იმიტომ რომ სულ დროს იყო ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩაგვივარდა არ იყო აქტივობა რატო აღმოჩნდა რომ მთელი ახალგაზრდობა მუნიციპალიტეტის სასწავლებელი არა და მთელი ახალგაზრდობა იყო გასული სასწავლებლად და პირობა ისეთი იყო რომ იქ მუნიციპალიტეტში უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური და ყველაზე კრეატიული სეგმენტი ვინც იყო მოსახლეობისათვის უნდა ემუშავა ხო მან მონაწილეობა ვერ მიიღო ანუ ბევრი რაღაცა ფაქტორი არის გასათვალისწინებელი იმისათვის რომ ეს მოქალაქეთა ჩართულობა გაზარდო
მაგრამ თუ ამ ფაქტორებს გაითვალისწინებთ და თუ მოინდომებ, ყოველთვის ადეკვატური არის მოსახლეობის პასუხი. მე არ მინახავს, რომ ის ადეკვატური თუ შეცდომა არ დაუშვა, ან თუ ფორმალურად არ მიუდგა ხელისუფლება ამ პროცესს. სხვათაშორის მე ძალიან მომეწონა პრაქტიკა, რომელიც ოზურგეთის პრაქტიკა მონაწილეობთ ბიუჯეტირების. ესე იგი, რა გააკეთეს ეცით? ზოგადად ხო არის ახლა მონაწილეობთ ბიუჯეტირება ხდება რანაირად, რომ ცხადდება იქ მე რა ხმასაძლეველი. ამათ რაღაც ფორმალური გააკეთეს ვაუჩერები მოქალაქეებს დაურიგეს რაღაც გარკვეული ნომინალის ღირებულების არ მახსოვს კონი 100 თუ 200 ლარზე იყო საუბარი და სხვადასხვა იდეები რო იყო მოქალაქეები მიდიოდა და ამ თავის ფულს ფორმალურად ფულს აძლევდნენ ყრიდან რომელიღაცის გააკეთეს ეს პროექტი ხო ვიცი ძალიან კარგი ინიციატივა არის და ძალიან საინტერესოა მაგალითად მქონდა რაღაცა იდეები ეს როგორ უნდა დაიხოცოს როგორ უნდა მიებას რაღაცა მონაწილეობის სხვა ინსტრუმენტებს და იმედია დაგვიდგება პერიოდი, როცა ამის განხორციელება შეძლოთ, მაგრამ აი თვითონ ესეც აი კარგი მოგონება არის, რომ ადამიანი უბრალოდ ხმას კი არ აძლევს. მეტი გააზრება აქვს იმას უკვე პროცესის და თან მესაკუთრის ისიც გაუჩნდება, რომ მე ის ჩემი 100 ლარი, რომელიც ნომინალურად იყო ჩემი, მაგრამ აი ამ პროექტში ჩავდები. ნოუ-ჰაუ არის სპატაჟურის და მინდა ვთქვა, რომ ამას კიდე სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა, იმიტომ რომ შენ რო აცხადებ ერთ დღეს თქვა 10-დან 12 საათამდე აქთან პირველ საათამდე ხმის მიცემას, ხო? შეიძლება იმ დროს ის ეცვება და ეთქოს რომ უბრალოდ ვერ შეძლოს ეს განგლობითი პროცესი რომ მე მაგ ეს ვაუჩერი და მივიტან იმას და ჩავდებ იმ ურჩი რომელიც ეს საშუალებას გადლოთ ბევრად მოქრილი იყო ზოგი ადამიანი იქ არის ზოგი არ არის გასულია სოფლიდან იმ მომენტში ანუ კიდევ ერთხელ ვიმოვებ ეს ყველაფერი მართული უნდა იყოს იმისკენ რომ უნდა ეცაძოს ადგილობრივი ხელისუფლება გაზარდოს თვითმმართველობა და არა ის რომ პასიურია ხალხი ეს გამოიყენოს იმისათვის რომ მოკლას ეს ადგილობრივი ჩართულობა იმიტომ რომ ცუდად უბრუნდება თავად ეს კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე რაც მაგ ნანახებია მინახია 60-70%-იანი აქტივობები აი მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში 60-70-75% ანუ უფრო მაღალი აქტივობები ვიდრე იმ სოფლებში საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილა და ეს აქტივობები არ ხდებოდა დაძალებით და გამოყვანით და პარტიების მონაწილეობით და იმის რა ქვია ავტომობილების მიყვანით იქ რომ გადაეზიდათ ამომრჩევლების არჩევნები არა ხალხი თავისით მოდიოდა იმიტომ რომ ამ ადამიანებმა იგრძნეს რომ ეს მათთვის კეთდებოდა და რასაც თავად გადაწყვეტდნენ ის გაკეთდებოდა და სხვადასხვა აი რამდენიმე მიმდებარე სოფელში როდესაც ეს პროექტები გაკეთდა სხვა რაიონო სხვა სოფლებში გაჩნდა ეს ინიციატივები უკვე სხვა წარმატებული მაგალითები აი ჩვენ ერთ-ერთი რას არ ყოფნის ჩვენ საზოგადოებასა და ზოგადად სახელმწიფოც არ აქცევს ამას ყურადღებას რომ წარმატებული მაგალითები როცა გააქვს უნდა მოხდეს ამისი მათ შორის მოქალაქეთა ჩართვა ამისი მოსახლეობისათვის მიწოდება ანუ ადამიანებისათვის იმის დაჯერება რომ შენ ამ ქვეყანაში რო ცხოვრობ შენ გეკითხება რაღაც იმიტომ რომ ამაზე დგას დემოკრატიული სახელმწიფო ამაზე დგას დემოკრატია ჩვენთან სამწუხაროდ მარტო ხელისუფლებას არ ეხება, ჩვენი პოლიტიკური კლასის უბედურება არის, რომ ნულოვანი არის ფაქტობრივად აღქმა ამ პრობლემის და იმაზე ფიქრიც კი, რომ აი ეს თემა მნიშვნელოვანია. აი მესამე და მეხუთე ხარისხოვანი არის და ესა ძალიან სერიოზული პრობლემა არის ჩემი აზრით. კი და ეგ პრობლემა და მასეთი ნიველირება მაგ პრობლემებს უკან ბრუნდებათ ძალიან სერიოზულად, მათ შორის პოლიტიკურ კლასს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, იმიტომ რომ კი არ შეიძლება დისტანციურად ლაპარაკი შორიდან და პედესტალიდან მეტი ურთიერთობა საჭირო, მეტი ახლოს მისვლა და მეტი, როგორ ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის იმისი განცდის გაჩენა, რომ მის აზრს აქვს მნიშვნელობა. მე არჩევნებზეც მაღალი აქტივობა იქნება, პოლიტიკურ პროცესებში მაღალი აქტივობა იქნება და ყველა მიმდინარე პროცესში არ შეიძლება რომ საზოგადოებას, რომელსაც აქვს ნადის კულტურა უთხრა რომ შენ იცი სამოქალაქო მონაწილეობას ვერ გააკეთებ, რას ქვია ვერ გააკეთებ. საზოგადოება ადრე ერთ ჩემი მეგობარი ხუმრობდა წლების წინ რომ ყველაზე მაგარი სამოქალაქო საზოგადოება არის როგორც ქართული გასვენებაო, ხო? სადაც ადამიანები თავისით იღებენ ვალდებულებებს, რომ იმ ოჯახს სადაც უბედურება ტრიალებს, დაეხმარონ რაღაცნაირად ფინანსურადაც, მატერიალურადაც, საქმითაც და რაღაცნაირად. შეუძლებელია რომ საზოგადოებას, რომელსაც ამის კულტურა აქვს, არ კონდეს იმის კულტურა, რომ მონაწილეობა მიიღოს რაღაც მისთვის და სოფლისთვის საჭირო და საჭირო
უამრავი მაგალითი აქვს ამ საზოგადოებას ნაჩვენები. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველ რიგში ეს არის ხელისუფლებების და პოლიტიკოსების გადასააზრებელი, იმიტომ რომ დღეს ადამიანი რო იძახის რომ 4 წელიწადში ერთხელ ახსენდები მე პოლიტიკოსებს და მთავრობას და იმას, როცა არჩევნები მოვა, ამ განწყობის შეცვლა პირველ რიგში მათი ამოცანა არის. და მოქალაქეთა ჩართულობა სწორედ ამისი ყველაზე საუკეთესო საშუალება არის ჩემი აზრით. დიდი მადლობა ბატონო რეზო. და რა ვიცი, იმას გამოვთქვა, რომ ეს საკითხის ნელ-ნელა დაიძრება საქართველოში, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, რაც მოხდა და მედია რომ გახდება უფრო მეტად ცნობილი საზოგადოებისათვის. იმედია ადამიანებს აღარ ექნებათ იმის საბჭოდება, რომ 4 წელიწადში ერთხელ ახსენდა მარტო ხელისუფლებას.